რაული იყო საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი მის თაობაში, მაგრამ იმ ესპანეთის ნაკრებს ყოველ ჯერზე თითქოს რაღაც აკლდა. ყველაზე აშკარა შანსი ტიტულის ასაღებად ფურიაროხამ 2000 წელს გაუშვა ხელიდან. საფრანგეთთან შეხვედრის 90-მეათე წუთზე რაულმა, რომელიც მთელი ტურნირი ესპანეთს მიათრევდა, 11 მეტრიანი დაარტყა და ბურთით საში გაუშვა. ასია, ფეხბურთი ბოროტი სპორტია. ხშირად დიდებული და ლეგენდარული ფეხბურთელების შეცდომას გადამწყვეტ მომენტში უშვებენ. მოდით გავიხსენოთ ვისმა არასწორმა გათვლებმა ჩააგდო მილიონობით გულშემატკივარი შოქში. ეს არის დიდებული ფეხბურთელების ტოპ 10 ფატალური შეცდომა. მეათე ადგილი დღეს მარტინ პალერმომ დაიკავა. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო არგენტინელი თავდამსხმელი საუკუნეების გზაგაზახარზე, მაგრამ კოპა ამერიკაზე კოლუმბიის წინააღმდეგ შეძლო და ერთიანად 3 11 მეტრიანი გააფუჭა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, 3 11 მეტრიანი ერთ შეხვედრაში, თან ეს ყველაფერი ძირითად დროში მოახერხა. კოლუმბია მოულოდნელად მოიგო და არგენტინა ტურნირიდან გავარდა. ამის შემდეგ მარტინი გახდა არგენტინელი ხალხის მტერი და ნაკრებში მთელი 10 წელი აღარ იძახებდნენ. საკლუბო დონეზე იგი ძალიან კარგი იყო, თუმცა არგენტინელი გულშემატკივარი მას ამ საშინელ შეცდომას ვერასდროს ვერ დაუვიწყებს. მეცხრეზე გავიხსენებთ ლეგენდარული ოლივერ კანი და 2002 წლის მუნდიალი. მაშინ კანი უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო. მთელი ტურნირი იდეალურად იდგა. არც ერთი ბურთი არ გაუშვა პლეი-ოფში, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, ფინალში, დაუშვა ბავშვური შეცდომა. მან ვერ შეძლო არც თუ ისე ძლიერად დარტყმული ბურთის დაფიქსირება და ბურთი პირდაპირ კიჭას გაუგორა. კიჭა ასეთ მომენტებს 10-დან 10 იყენებდა. გერმანიას გახსნა მოუწია და აქ კანმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. მართალია ნაკლებად აშკარა, თუმცა მაინც. იგი შორს გამოვიდა კარიდან და ვერ მოასწრო გადაწყობა არც თუ ისე ძლიერი დარტყმის ასაღებად. იგივე კიჭა რონალდოსთან. ბრაზილია იგებს 2-0. ამ დროს ალბათ ყველაზე საცოდავი ბალაკი იყო, რომელმაც კვლავ მეორე ადგილი დაიკავა ამჯერად ნაკრებთან ერთად. მერვეზე გავიხსენოთ არისტოკრატი ჯონ ტერი. იმ წელს ჩელსი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა ლიგაზე. ნახევარფინალში მოუგეს ლივერპულს და საერთოდ ლურჯებმა ბადე წაუგებლად გაიარეს. საკუთრებით კარგად გამოიყურებოდა დაცვა, რომელიც შეუცდომლად თამაშობდა კაპიტანი ჯონ ტერის მეთაურობით. და ის ნანატრი მოსკოვის ფინალი. აბრამოვიჩს ერთი სული აქვს, როდის მოიგებს ლიგას. ძირითადი დრო 1-1 და 11 მეტრიანების სერია. რონალდო აცილებს. გადამწყვეტი დარტყმა ტერის ერგო. გაიტანოს და თასი ლურჯების ხელშია. მაგრამ ტერის ფეხი უსრიალდება ახალ მინდორზე, რომელიც ლუჟნიკებზე სპეციალურად ფინალისთვის დააგეს. შემდეგ თავის დარტყმას აფუჭებს ანელკა. თასი მანჩესტერში მიდის, ჯონ ტერი კი ტირის. მას ლამპარდიც კი ვერ ამშვიდებს. მეშვიდე ადგილზე გავიხსენოთ ტრეზეგე. 2006 წლის მუნდიალი ზიზუს ტრიუმფი იყო. იგი პლეი-ოფის ყველა შეხვედრაში გოლებს იტანდა და ასისტებს არიგებდა. ამ ყველაფრით კი მან შეძლო დაბერებული საფრანგეთის ნაკრების ფინალამდე მიყვანა. იქ ჯერ დამცინავად შეასრულა 11 მეტრიანი ბუფონის კარში. და ბოლოსკენ მოედანის დატოვა ნოკდაუნში გაგზავნილი მატერაცის გამო. ზიდანის გარეშე საფრანგეთმა ფრეი თამაშა და საქმე 11 მეტრიანების სერიამდეც მივიდა. იქ არავინ აცილებდა. არავინ ტრეზეგეს გარდა, რომელმაც გადაწყვიტა ზიდანისთვის მიებაძა და ხარიხას გაარტყა. მას მილიმეტრები დააკლდა. სამწუხაროდ საფრანგეთმა სენსაცია ვერ მოახდინა. ზიდანი მიუხედავად ყველაფრისა ვერ გახდა ტურნირის გმირი, ხოლო ტრეზეგეს კარიერა მაცილების შემდეგ დაღმასვლა დაიწყო. ამ ფეხბურთელის ლეგენდარულობის რა გითხრათ, თუმცა მისი შეცდომები ნამდვილად ლეგენდარულია. 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და კარიუსი. ეს იყო კლოპის ლივერპული, როდესაც უკვე ყველა დეტალი იდეალურად მუშაობდა. გუნდს ყავდა ლიდერი სალაჰის სახით და გამოუჩნდა საიმედო ცენტრალური მცველი ვან დაიკის სახით. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ყველა პოზიცია იდეალურად იყო დაკომპლექტებული, თუმცა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მეკარე. ამ პოზიციაზე კლოპს მთელი სეზონი პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ერთმანეთს ანაცვლებდა მინიოლეს და კარიუსი. საბოლოოდ გერმანელმა შეძლო ასე თუ ისე ძირითადი მეკარის სტატუსის მოპოვება. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ლივერპული 31 წუთზე კარგავს სალახს, რა თქმა უნდა რამოსის დახმარებით. ამ დრომდე თამაში თითქოს თანაბარი იყო. თუმცა 51 წუთზე კარიუსი უშვებს პირველ შეცდომას და უწყინარ სიტუაციაში ბენზემას უგდებს ბურთს პირდაპირ ფეხებში. 1-0. 55 წუთზე მანი ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას და ტაიმი ფრე 1-1 სრულდება. შემდეგ უკვე სცენაზე გამოდის ბეილი და 61 წუთზე ულამაზესი მაკრატელათი, რომელიც მან თითქოს საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, კარიოს ახლო კუთხეში უტანს გოლს. აქ მეკარის დასაცავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბურთმა საკმაოდ უხერხული ტრაექტორია მიიღო, თუმცა ამ ბურთის აღება მაინც შეიძლებოდა.
საბოლოოდ კარიუსის ტოპ კარიერა დასრულდა ამ შეხვედრის 93 წუთზე, როდესაც ბეილმა თითქმის მოედნის ცენტრიდან გადაწყვიტა დარტყმა. დარტყმა ძლიერი, თუმცა არც თუ ისე სახიფათო გამოდგა, რადგან ბურთი ზუსტად იქ მიფრინავდა, სადაც კარიუსი იდგა, პირდაპირ მეკარის ხელებისკენ. თუმცა მეკარემ ხელი ვერ გაამაგრა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა. მეხუთე ადგილს ორი ფეხბურთელი ინაწილებს. არიან რობენი და გონსალო იგუაინი. ყველაფერი 2010 წლის მუნდიალით დაიწყო. რობენმა ორჯერ ვერ შეძლო ერთ-ერთზე მომენტის გამოყენება ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ. შედეგად ჰოლანდიამ წააგო. ხოლო იგუაინმა საერთოდ საშინლად გამოიყენა მომენტი 2014 წელს, როდესაც ნოიერთან 1-1-ზე იყო. და უკვე არგენტინამ საოცარ მესისთან ერთად აიღო ვერცხლი. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტის ვერ გამოყენება სრულფასოვან შეცდომას ვერ დავარქვათ. თუმცა ერთი ის არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ასეთი მომენტი ესეთ დროს უნდა გამოიყენოს. და მეორე კიდევ ის, რომ ეს მათ სხვა ტურნირებზე გააგრძელეს. რობენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2012 წელს ვერ შეძლო პენალტის გატანა. დამატებით დროში 1-1-ის დროს, რის გამოც ჩელსიმ აიღო თასი. ხოლო იგუაინმა კოპა ამერიკაში ცაში გაუშვა 11 მეტრიანების სერიის დროს შესრულებული პენალი, რის გამო მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშე დატოვა. მეოთხეზე გავიხსენოთ რიკელმეს შეცდომა. 2000-იანების დასაწყისში არგენტინელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პლეიმეიკერი იყო. იგი ზიდანსაც კი აოცებდა. ფეხბურთელმა შეუძლებელი შესძლო გახადა პატარა ვილიარეალი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად. მან ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა ეს გუნდი. პირველ შეხვედრაში არსენალმა 1-0 მოიგო, ხოლო მეორეში ესპანეთში 91 წუთამდე 0-0 იყო. და ამ დროს მეტოქეების კარში ინიშნება 11 მეტრიანი. ეს იყო შანსი. ისეთი ოსტატი, როგორც რიკელმე იყო, ასეთ მომენტებს უპრობლემო დასრულებდა. მაგრამ არგენტინელმა საშინლად დაარტყა, თანაც ძალიან სუსტად. ამ მომენტის გმირი გახდა ლემანი, რომელიც არსენალთან ერთად ფინალში გავიდა, სადაც მან უკვე თავისი შეცდომა დაუშვა. რიკელმემ უბრალოდ წნეხს ვერ გაუძლო. ასე მოვიდა ტერისას, რაულსაც და ბევრ სხვა დიდებულ ფეხბურთელს, თუმცა მათგან განსხვავებით, რიკელმემ ვერ შეძლო ამ ფატალური შეცდომისგან გათავისუფლება და ყვითელ წყალქვეშა ნავთან ერთად ჩაიძირა. უარი თქვა ევროპულ გრანდში გადასვლაზე და ნახევარი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კარიერა დაასრულა. დღევანდელი ტოპის 3-ს ხსნის ფრანკ დებური. ინტერის და აიაქსის ექს-მწვრთნელი, იმ წლებში ბარსას ლიდერი და ჰოლანდიის კაპიტანი იყო, რომლის ნაკრებიც საშინაო ევროს ფავორიტად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო აიაქსის ოქროს თაობის პერიოდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჰოლანდიელები ადასტურებდნენ თავიანთ სტატუსს ნახევარფინალამდე მისვლით, სადაც აუცილებლად უნდა მოეგოთ იტალიელთათვის. სკვადრაც უკვე მეორე ტაიმის შუიდან 10 კაცით თამაშობდა, მაგრამ ძირითად დროში კლუვერტმა და კაპიტანმა დებურმა აცილეს 11 მეტრიანები. ძირითად დრო ანგარიში 0-0 დასრულდა, რის შემდეგაც 11 მეტრიანების სერიაში კაპიტანმა კიდევ ერთხელ აცილა. ფინალში იტალია. მორიგი უტიტულო ჰოლანდიური ოქროს თაობა. მეორეზეა ლეგენდარული სტივენ ჯერარდი და არანაკლებ ლეგენდარული 13-14 წლების სეზონში ბურთის დაკარგვა. ესე იგი, ლივერპული ცხრილის სათავეშია. სტივი ლიდერი და კაპიტანია მოედანზე. ტიტულამდე რამოდენიმე შეხვედრა არის დარჩენილი და იგი ემოციებით სრულიად გადატენილია. თუმცა ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში ჩელსისთან ემოციებით გადატენილი ჯერარდი უმარტივეს სიტუაციაში შეცდომას უშვებს. ფეხი უცდება და ბურთს ჩუქნის დემბაბას. დასასრული. წითლმა ვეღარ დააქამბექეს. ლივერპულს სიტიმ გადაასწრო და დამაჯერებლად გაიფორმა ჩემპიონობა. პრემიერ ლიგის ოქროს მედალი ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა ჯერარდთან. და პირველ ადგილზე გავიდა ბაჯოს შეცდომა 1994 წლის მუნდიალზე. იმ წლებში ბაჯო შეუდარებელი იყო. აიღო ოქროს ბურთი, გაიტანა 2 გოლი მერვედფინალში, გადამწყვეტი მეოთხედფინალში და 2 ნახევარფინალში. მოკლედ გაიყვანა არც თუ ისე ძლიერი იტალია ფინალში. მისმა თამაშმა თავი ყველას შეაყვარა. თამაშის ძირითადი დრო 0-0 დასრულდა და 11 მეტრიანების სერიაში ბაჯომ ბურთი ცაში გაუშვა. უმნიშვნელოვანესი მომენტი კარიერაში და იგი შეცდა. ბაჯოსთან ერთად მთელი იტალია, არა, მთელი პლანეტა ტიროდა. ეს იყო მუნდიალი, რომლის ტრანსლირებაც ხდებოდა პირდაპირ ეთერში მთელ სამყაროში. ამიტომ ბაჯოს ტრაგედიას უყურებდა იმ დროისთვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი აუდიტორია. სწორედ ამის გამო მისი შეცდომა გახდა ისტორიული მოვლენა და დღემდე ნებისმიერი მნიშვნელოვანი გაფუჭებული პენალტი დარდება ბაჯოს პენალტს. ამის შემდეგ მას ამ დონის თამაში აღარ უჩვენებია. ამ ყველაფერში კი ყველაზე უცნაური ის არის, რომ ბაჯოს შეცდომა იყო გადამწყვეტი.
თუმცა არა ერთადერთი, რადგან მანამდე თავისი დარტყმები გააფუჭეს ბარეზიმ და მასარომ. ანუ გოლის გატანის შემთხვევაშიც იტალიას მინიმალური შანსები რჩებოდა. ამ ყველაფერს აღქმას ამძაფრებს ბაჯოს რეაქცია, რის გამოც იგი გახდა კაცი, რომელიც ფეხზე მდგომი გარდაიცვალა. დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ, რომელი ისტორია დაგამახსოვრდათ თავის დროზე ყველაზე მეტად და აუცილებლად შემომთავაზეთ ის ვარიანტები, რომლებიც დღევანდელ ტოპში ვერ მოხვდა. ნახოთ, იქნებ მეორე ნაწილიც გადავდოთ. ასევე არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. შეხვედრამდე